ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაზეც ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით, ის არის, რომ როდესაც ადამიანები საგარეო პოლიტიკის დოქტრინაზე საუბრობენ, ყველას სურს პირდაპირ და სწრაფად გადაჭრან მათი პრობლემები სხვადასხვა პლატფორმისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით. თუმცა ის, რაც საქართველოს უპირველესად სჭირდება, ასეთ მულტიპოლარულ სამყაროში არის იმის დადგენა, თუ რა არის მისი ფუნდამენტური, სტრატეგიული ინტერესები, რადგან ზუსტად ამის შემდეგ შეიძლება სწორი საგარეო პოლიტიკის წარმოება. საქართველოს ფუნდამენტური ინტერესებიც თითქმის იგივეა, რაც ყველა სხვა ქვეყნის. უნდა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური აღმასვლის უზრუნველყოფა და შემცირდეს სიღარიბე. უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა და რაც მთავარია, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა. თუ ქართველი პოლიტიკოსები ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ამ სამი პერსპექტივიდან განიხილავენ, ჩემი აზრით მივლენ იმ დასკვნამდე, რომ საუკეთესო გზაა ქვეყანას ჰქონდეს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, ისეთი როგორიც მაგალითად ყაზახეთს აქვს. ყაზახეთმა მოახერხა ჰქონდეს თანაბრად კარგი ურთიერთობები ჩინეთთან, რუსეთთან, ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც კი. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.